ვიზი არის Airbus-ის აჩქარება და 400 სამეში გაივლის. თქვენ რა ჩამოდით? მაინც რატომ მიჩნდება ესეთ რაღაცები, რაც ვაფშე არ ჩამოდრია. ხო მეუნა კიდევ კაი კამერა ჩაიწერა. ხო არის კამერაში. სრულიად შემთხვევით აღმოვაშინეთ, რომ რალი ტარდება ნურბურგრენთან ახლოს. მოგესალმებით თოვლიანი ქუთაისიდან, ჩვენ ვიმყოფებით ახლა ქუთაისში, პორტალის ბენზინგასამართ სადგურზე, სადაც ჩავასკით ჩვენს ავტომობილში სუპერი. მოკლედ ქუთაისის პორტალის ფილიალს დაემატა სუპერი, თქვენ შეგიძლიათ გაასინჯოთ თქვენს ავტომობილებს, სარწმუნოები ვარ მოგეწონებათ. და რატომ ვიმყოფებით ქუთაისში, ალბათ დაგებადათ კითხვა, იმიტომ რომ მივდივართ გერმანიაში. ჩვენი მოგზაურობის პარტნიორი გერმანიაში იქნება ენერგეტიკული სასმელი მეტი, რომელიც ძალიან გემრიელია სხვათა შორის და მართალია ყველგან არ არის გაგიდვაში ახლა დაემატა ფრესკოს ქსელშია მხოლოდ ალკორიუმში და გირჩევთ რომ დააგემოვნოთ ძალიან გემრიელია. რაც შეეხება ჩვენს მოგზაურობას, ჩაფიქრებული ვართ ძალიან საინტერესო ავტოკონტენტი, გამოვყევით და ერთად ნახოთ რა მოხდება. რეგისტრაცია გავიარეთ, აეროპორტში ვართ, ცოტა ხანში დაგვეწყება, რამდენი ხანში დაგვეწყება ჩასწვლა? 40 წუთში დაიწყება ჩასწვლა და ავალთ თვითმფრინავში, ამინდი კარგია, ქარიც არ არის, ესეთ უპრობლემოდ უნდა აფრინდეს თვითმფრინავი. თუ ჩამოვარდით, გაიგებთ ტელევიზიით ან ჩვენ შეგადღობინებთ თუ გადავჭით. ვინც მიფრინავთ ხოლმე ფრანკფურტში, ქუთაისიდან, ფრანკფურტს აქვს ორი აეროპორტი. მაცადე მოხსნერთ. ფრანკფურტს აქვს ორი აეროპორტი და ქუთაისიდან რომელიც მიდის, ჰანის აეროპორტი მოკლედ. გაჩერდი? გაგიდავე ვავწოთ რომელზეც. და ეს ჰანის აეროპორტი რეალურად ფრანკფურტის ცენტრიდან არის დაახლოებით 2 საათის მოშორებით. ანუ რა ჩადიხართ, ესე იგი, თბილისიდან უნდა ჩამოხვიდეთ ქუთაისში უნდა, ეს მთელი პროცედურა გაიაროთ რეგისტრაციის. მე ჩახვიდეთ ფრანკფურტში და იმ აეროპორტიდან კიდე 2 საათი არის ავტობუსით ფრანკფურტის ცენტრამდე და რეალურად თბილისიდან, ანუ რო იყიდოთ ბილეთები, კი ორჯერ ძვირ იღებს. რეალურად ახლა ჩვენ დაგვიჯდა 600 ლარი ორი ადამიანი ფრენა ვიზიარით და თბილისიდან რომ ნახე ფრენები ჩდებოდა 1400 ლარი და მე ქალბატონი უადგილოს რო ვიცი ხოლმე ფულის დაზოგვა როცა დასაზოგია მაშინ ვარ ვზოგავ და გადავწყვიტე რომ მეთქე აი მოდი ვიზიარით და რეალურად მე რო დავთვალე ესე იგი აქამდე ჩამოსასვლელად ხო გინდა ფული მინიმუმ 100 ლარი ეგეც შენი უკვე ჯამში 700 ლარი თავის ბილეთები ენოთ პლუს იქიდან ავტობუსი რაც გჭირდება 2 ადამიანზე 100 ევროა წინ და უკან ეგეც შენი 300 ლარი ხო დაემატა ანუ 1000 ლარი რა და პლუს კიდე იქ ხარჯები გექნება რაღაცე პატარ-პატარა ასე შემდეგ კი ადიხარ 1400 ლარს და ძალიან მშვენივრად ამიტომ ჯობია რომ პირდაპირ თბილისიდან იფრინოთ მაგრამ ნაზუქის გამო ღირს სამოსლო ქუთაისში ეხლა მინდა რომ ჩუმად გავზომო ვიზი არის Airbus-ის აჩქარება და 400 სამეში გაივლის და დოლარ სამდერადოში აშკარდება აიცა ეხლა უნდა გაჩერდეს ესეთ რომ დაიძრას დავარესეთოთ აიცა ჯერ დგას ეხლა მოწყდება ადგილიდან წავედით სოფს გარშე დაიძრა და ხა არა ძლიერი აშკარება ხო ასი 14 შერიფას აბა ფეხით გავასრებ და წეჩი 160 240 აზიას ხვირი ხო? კი და აი ჰაერში ვარ 260 კაი 402 მეტრი არა 20 და 73-ში Короче, 1-6-იანი მიადისკს დრო. კი. და რაც შეეხება მე 100-200 ქონდა. ეს არ არის ცუდი დრო. საკმაოდ კარგია. 100-200 აქვს 11 და 94. ჩავოვედით დათესა. გაუბუზდა ხელი და ფეხი, იმიტომ რომ ვერ ეტევა ამ სკამებში. და არის მოხრილი რა. გაჭედელია. ნახევარი მხარი არა აქვს მარცხენა მხარი. მე მაგრად გამოვიძენა. მე მაგალითად ამ ფრენას მირჩევნია რომ მანქანა თვიარო. წავედით. ჩამოვედით მშვიდობით. თვითმფრინავი ცოტა დაეფერთ ხაზირს. მაგრამ მაინც ნორმალურად ვიმგზავრეთ. სანამ ავტობუსს ვეროდებით, არ ამყავა მინდაო. თბილი არის.
ჩემი აზრით გერმანელებს ინგლისურთან აქვს ძალიან დიდი პრობლემა. ნუ არისიან ხო? იმიტომ რომ ნუტელათი არის და ჯემითა. კაი, მეც მინდა წავედი. ავტობუსში ვართ უკვე გამოვედით აეროპორტიდან. ეხლა მივდივართ ქალაქ მაინცის მიმართულებით, სადაც გზაში დავშვირდება დაახლოებით საათნახევარი და იქ შეხვდება ჩვენი მეგობარი ვალერი, რომელთანაც ხშირად ვრჩებით ხოლმე გერმანიაში. ვალერი მყიდა ახალი მანქანა და უნდა წავიდეთ სხვა ქალაქში ამ მანქანის სამოსაყვანად. მაგასაც გავჩვენებთ რა მანქანა იყიდა, რა პროცედურები ასაჭიროა იმისთვის, რომ გერმანიაში მანქანა იყიდოთ და ასე შემდეგ. ჩამოვიდეთ მაინცში. ძალიან კარგი განწყობაა ქალაქში, იმიტომ რომ რაღაც ისა აქვს მემორი დღესასწაული ვალერს ვკითხავ ცოტა ხანში. აი ჰელომიზერვაც ვიოთ ხოლმე, სხვა სახის დასასწრებია პერსონაჟების. ეგრეა ზუსტად. წამოვიდეთ გავიდეთ. წესი დაგნა მოვიდეს. აი ნახე ხალხი რომ მოდის ახლა ანუ. დავარია. ვეფხობის ოჯახია ნახე. ისე ხო. ნახე ყველა ასაკის ადამიანია რა, არა მარტო ახალგაზრდა. ჰალო. მიესალმე ჩვენ მოყურებელს. გამარჯობათ. ჩვენ ახლა ისევ მიმართულებით მივდივართ, სადაც აეროპორტი იყო. იმიტომ რომ ორ ბიჭს ევალა გაერკვია, საიდან უნდა იყო წამოსაყვანი მანქანა. ერთი რას აკეთებდა მეორე გაჩერ. ნახე ბიჭო აი თა შევახსენე რომ მეთქი იქ არის და გაარკვია მეთქი და ურეკე ვალერს. მოკლედ აზრი არა აქვს რა. გერმანიას ეგ აქვს კარგი რა, რომ ხო იგივე გზა უნდა გავიაროთ ახლა ამ ხელა გზა, მაგრამ საერთოდ არ წარმოადგენს პრობლემას, იმიტომ რომ ბანები აქ ძალიან მოწესრიგებული. მაგალითად თბილისიდან ქუთაისში რომ ჩამოვედით, ერთი დაღლა უკვე მან დავიყალე. და აქ ძალიან მარტივად მგზავრობ, საერთოდ არ გიქმნის პრობლემას შორი ბანძელი რა. მაგაში მართლა მაგრები არიან. წავით ახლა ნახოთ რა მანქანა დაგხვდება, მეორე სერია არის 220 დიზელი. და 2014 წლიანია თუ სწორად მახსოვს და ძალიან მაინტერესებს რა მანქანა დაგხვდება. ეს რა არის? ეს რა არის? კარგი რა, გერმანიაში ხარ, გერმანელი ხარ და გერმანული მანქანა ყავს, რა არის ეს? ამას ისე ძალიან იაფად გაგიგო. დაანტროვია რა ჩინური ფარები უღენია დებილობა. ეს ჯანჯროა. ვაუ! ალამაზია, ვალე. რუსთავი რაღაცა იწინა ამის. სპორტო ესეთები აქაც იყიდება ვალერ? ძალიან გევრილია. გასინჯეთ ყველას ვიჩევთ. ვალე, ეს ბურჯები ქართულად მოყვება, მგონი ვარცხნები. ხო? კი. სხვებზე არ შემიშნევია. შეიძლება მეშლი. მაგრამ ბევრ მანქანაზე მინახავს რა. ვაფშე მე პრიჩომა საერთოდ არ ხდება. ხო და აი ამას გეუბნები აი. რეგულირების ნაკურში. ხო, თითქოს არეულია ოდნავ რა. მაგრამ შენაღები არ არის. თუმცა ეს აზორი არ მომწონს რა. მეტი გვინდა, მეტი ენერგია გვინდა. სიმძლავრე. მეტი დიზელი ვარ. მეტი ბრუნი. არა, ფაქტია რომ ფუშკარი მანქანა ეყოლება ისე. აუ მე მომწონს ძალიან რა. ნაჭრის სავარძლები აქვს. ეს მომწონს ძალიან რა ნაჭრის სავარძლები. ფარები არ ხრება? აი ხა წავიდა თქვა. ოუ. მგონი სპოილერია გვალეს რა. აღარია. წავართვოთ. ჩემ მანქანაზე არ დადგება? პერამიჩკები აქ არის. აქ არის პერამიჩკები. მანქანა მოიყვანე. მოვიდა ვალერი თავისი მეორე მანქანით რომ დავაპერამიჩკოთ. ძალიან საყვარელი დასახლება არის ძალიან. ძალიან მშვიდი წყნარი.
პატარა დასახლება, კერძო სახლები, ესეთი საყვარელი ეზოები. Let's see. ჩვენი დიზელი რას იზამს? იგანი. მარტივად. ამას დისკებს შეუცვლის. 18 დისკებს დააყენებს, რომ კარგად შეავსოს. და მე მომწონს ძალიან ნაჭრის სავარძლები რომ აქვს. ძალიან კომფორტულია, ზაფხულში რო არ ეკრობით ყავზე, მაგას რეჯობი. ჩვენ გადავარჩინეთ მეგობრებო, აი ამის ეს ვარიანტის ყიდვას აპირებდა ახალი მანქანის და იმდენივე წუწუნეთ, რომ საბოლოოდ ნორმალური მანქანა ვაყიდინეთ. Was los da? Ja. აგენტურა. სხვადასხვა მანქანების განაც იყიდა ვალერი. კიდევ ყავს 36 ზეგან ნახავთ და გიორგი თევზაძის შესახებ ვისიო და ნაყურები მაქვს ყველა ვიდეო აბსოლუტურად ცოტა მორცხვი არის და მაგითო ვერ საუბრობს ვიდეოში და ინტერვიუს. მაგრამ ეს რო უთხარი რომ მეთქი ქართველები ვარ ჩვენს ხო და იმ ქვეყნიდან ვარ სადაც გიორგი იყო თქო ძალიან გაუხარდა რა და პატივისცემა მაგ ადამიანს მოგლეთ ძალიან მაგარი მძღოლი იყო. სხვადასხვა ვალერის მანქანა გასარეცხია ძალიან კარგი, იმიტომ რომ დიდი ხნის ნადგომია. და კარგი გარეცხვა უნდა. ძალიან კაი მანქანა გამოდგა ეს ჩვენი BMW, მოვლილი მანქანა. და გაუმართლა ძალიან იაფად იყიდა რეალურად აქაური ფასებისთვის იყიდა ძალიან იაფად. ეხლა წავალთ ფრანკფურტში. რაღაცებს ვიყიდით. მე წავალთ უკვე ვისბადენში ვალერთან იქ ვრჩებით. ვისბადენი არის ფრანკფურტიდან დაახლოებით თუ არ ვცდები 20 წუთის სავალზე და ხვალიდან უკვე დავიწყებთ კარგი რაღაცების გადაღებას. მაგალითად, თუ როგორ დადიან ევროპაში, ჩვენი ვიდეო იცით, როგორ დადიან თბილისის ქუჩებში ავტომობილები და ანალოგიურ ვიდეოს გადაღებას ვაპირებთ ევროპაში და განახებთ, რომ რეალურად გზებში კი არ არის პრობლემა, მძღოლებშია პრობლემა. ასევე განახებთ ძალიან კარგ ავტოშოუს. ასევე გადავიღებთ ნურბურგინგს, სადაც გახსნა არის 8 მარტს. და ძალიან ბევრი მანქანა იქნება. წავედით. აუ გახსნა მანეგრები ყოლა ჯერ დავიწყე გადაღება. მომეთ ჩემი მეტიანა. გამოვიდით კვირა დღეს ისევ მზიანი ვისბადენი არის ჩვენ წინაშე წარმოდგენილი. მივდივართ ნურბურგინგისკენ. ძალიან კაი მინდა, მაგრამ ხმა არ იქნება იმაში, ამიტომ შუშებს ამოვიწყეთ და თუ შეიძლება კონდიციონერი მართალი ხართ ხალბატონო? მადლობა ძალიან. მოკლედ რა გილაპარაკოთ ხალხო? აი რა ვქნა რა შარი მოვდო გერმანიას არა აქ მართვის მე ვიცი რა შარი მოვდო გერმანიას. ყველგან არის ირმის ნიშნები და ერთი ირემი ვერ გზაზე განმორბენილი. ეგ არის ატყუებთ ხალხს. თუმცა მე ვნახე იცი ავტობუსით რომ მოვიდეთ და დავინახე 4 წელი პატარა შველი საყვარელი და შენ ვერ დაინახე. ანუ როგორ ადგილას მოვუნება ხალხო იცით რომ შორს ვერ ვხედავ და სადღაც გადაკარგულში მესამე მთაზე იყვნენ ირმები და უნდა რომ მე დამენახარ. მთასაც ვერ ვხედავდი. არა და ერორები მთაზე იყო. დავისთვის. ესე იქნება. ადამიანს როდესაც ხედავთ მაგ ეგეც შორია. ანუ სადაც ახლა ხელები რომ ყოდა იმან დავინახა ვალი შეიძლება დარეკოს პოლიციაში ხო? ამა და ამდენესო. სადაც იყო და გალები შეულიო. აბა 111 სეკუნდა ესე. ნომერი რატო არ აქვს ამახანას? შენ სხვა შორის ბევრი შეხვდა ესეთი წინ ნომერი არ ყოდა. შეხვდა რამდენიმე ამბობილი რომელსაც წინ ნომერი არ ყოდა. წესი დარეგით უნდა ქონდეს. და კარგა. უკან ქონდა წითელი ნომერი, ეგ წითელი ნომერი ნიშნავს, რომ გადაყვანა ტრანსპორტირება რა გჭირდება რა, სიტყვაზე საფასაღებია მანქანა და სანამ ანუ ტესტისთვის ტესტისთვის გამოხდიდა მანქანა ნახო როგორ დადის, ან ჰამბურგში მანქანა გინდა ფრანკფურტში ჩამოიყვანა და გაფორმება გინდა აქ, ან მე აქ გავიყვა ეს აი დროებითი ნომრები რო არის რა, არ მას ზუსტად დღიანი თუ სამთიო თუ რა რაღაცა. მაგას აყენებდა. უკან ქონდა ეგ ნომერი ქონდეს. საბოლოოდ წინ აღარ დააყენა რა. მოძურა, იმიტომ რომ წესი დარეგით უნდა ქონდეს წინს. კი. თქვენ რა ჩამოდიხართ? მაინც ამის რატომ მჭდება ესეთ რაღაცები, რაც ვაფშე არ შეხვედრია. აი, წინ ნომრის გარეშე მანქანა არ მინახავს როსელია გერმანიაში. ქუჩაში დრიფტი არ მინახავს გერმანიაში. ყველა შორის ქუჩაში მოვდივარ შეიძლება ვისმოდაში და რამე იყო რა, არ მოძრაობა არ იყო და თან მაგთემაზე საუბრობთ. დრიფტიო არ მინახავს რა გერმანელიო ეგეთ რამეს არ ისამს არ არსებობს. ამ დროს ამას მომობთ და გამოვარდა მოწყნავალი სერიი და რუჩნოი ამოვარდა. დრიფტში ჩაგამ დატრია და კიდე ბარდიულს დაიჭა. აი ეს კაროჩე. აი ეგ მომენტი იყო ძალიან მაგარი რა. და მე ხო თქვა ეს გერმანელი არ იქნება და
გერმანია მოახერხა რაღაცნაირად და შეძლო რომ იყოს ერთდროულად ავტომოყვარულებისთვის ყველაზე საყვარელი ქვეყანა და ამავდროულად ავტომოყვარულებისთვის ყველაზე როგორ გითხრა strict კაცრი ქვეყანა. ხო. მაგრამ მაგას აქვს თავისი მიზეზი და მე ვეთანხმები მაგ ყველაფერს და ვიტყვი იმას რომ ქვეყანა სადაც შენ შეგიძლია 417 წახვიდე ლეგალურად, მანდ არ გაქვს იმის უფლება რომ შენ თვითონ რაღაცა შენი ჭკუით გადააკეთო მანქანაზე ისე როგორც შენ ფიქრობ რომ შეიძლება კარგი იყოს. მაგისთვის რაღაც რო დააყენებ, უნდა გაიარო უსაფრთხოების ტესტი, ან უნდა დაგის დასტუროს იმან ტუფმა რომ კი შენ გაქვს ამის უფლება რომ ეს დააყენო, ის სპოილერი იქნება თუ დისკები იქნება თუ ასე შემდეგ არ არის ხო. მაგიტომ ვეთანხმები მაგას. არის უსაფრთხოების თემა. შენ თვითონ რო იფიქრებ რომ აუ ეს არ გამიმუშავებს და დავაყენებ შეიძლება არ იმუშაოს და რო წახვალ 300-თან 250-თან რაღაც პრობლემა შეიქმნას და შექმნა ავარიო სიტუაცია ან მოყვე ავარიაში. ეს საინტერესო ის იყო დროებით ჟურნალისტი დგას აქ. ხო ეს მშენებლობა დროებით ტექნიკაზე იყო. სხვადასხვა ბაზაზე ხა თუ შეხვდება სარემონტო სამუშაოები. ჩვეულებრივად მაინც არის მოძრაობის ზოლები რა გარნახობს მითელი აღნიშნით. საერთოდ იმოძრავა. და არის თან როგორც ვიცი ის დაკრულია ხო სტიკერია რომელსაც მე აზრობ. ხო რა. სტიკერი ვარ დაკრული რა. ეს მითელი ზოლები თვითონ არის. ეგ დროებითია. დროებითი სტიკერი რომელსაც აზრობ ხო ანუ გადახაზვა და რაღაცა არ ხდება. ეგად საათის აღნიშნვა ანუ ეს 10 საათი იყო უკვე მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა 50 და 70 ხო და 70 არის დაშვებული 19-დან 6-მდე რა ხო 19-დან 6 საათამდე 70 შეგიძლია ამუშაო და 90 შეგიძლია ეხება საღამოს არის პირიქით ანუ ის ხო იყო 90 COVID იყო 70 და 19-დან 6 საათამდე საღამოს რა თუ არის პროგრამები აი რო განგვიმართა იმიტომ რომ სიმშვიდეა უფრო მეტად ხალხი იშვერებს საჭიროა არა აქ არ არის დასახლებული პერიოდი ეგ ავტობანზე არის ხოლმე ხშირად ხო აბა მაშინ იმიტომ რომ რა ვიცი ამე ირემს რომ დაინახო ეხა დღე შორიდან დაამოჭრა აქ ის ნიშანიც ხო იყო ანუ მეტად იმაზე გაგვიდა აი კიდე არის საინახე 80-70 ანუ 80-70 10 კმ/სთ-ია სხვა მაგრამ მაინც დააწერეს ტიპება აქ კანონია რომ ავტობანთან 100 მეტრამდე შენ შეზღუდული ხარ რა გაშენიანებაში ისე რომ ვთქვა და სახლები დაახლოებით 100 მეტრის დაშორებით რაც არის ავტობანთან იმის გამო რომ ხმაურმა არ ემასხნან შეაწუხოს ეს მოსახლეობა ავტობანის ხმაურმა აქედან გამომდინარე 2 მეტრიან დაახლოებით 2 მეტრიანი მასაშორება ბარიერები იკეთება ხმის დამცავი არა ზოგჯერ როცა არა საკმარისი მაინც ცდილობენ რომ მე ამ სიჩქარის შეზღუდვით უკვე იმასხნან რა დაარეგულირებენ რომ ნებრო ღამის საათებში ღამის საათიდან დილის 6 საათამდე 7 საათამდე ხა როგორც იყო ის იყოს რა რა ხდება ეგრეული მეტაზონაში გამოვედით საკმაოდ დიდი აჩქარების ზოლი გაქვს ანუ დაახლოებით 100-მდე შეგიძლია 8 აჩქარდე და მერე გადმოვიდა უკვე შემოვიდა მოძრაობაზე თუ გადახვედი რა ვიცი ისე დადიან მანქანები არა აქვს ზოგადად ავტობანზე არის მინიმალური სიჩქარე 60 კმ/სთ ანუ მაგას დაბლა არ გაქვს მოძრაობის ანუ 40 და 50 ფერს ვერს 55 აი ეხლა გადავიდა კომუნიკაციაში ისიც უნდა გაიგო ჩემს მე მაინც ვეთანხმები იმას რომ ვერ დაინახა ორივე და ნიშას მე ჩააჭირო გასთან რა გადავიდა კომუნიკაციაში იქამდე შეიძლება სხვა მიდის აი მაგდას რა მერსედესებს ახლებს ფარებს რა დააკვირდები გონია რომ TV-სიმ დაუყვე ხარ პელელია ხო მაგარი რეკლამა TV-ს დაგასპონსორო შეგვიძლია TV-ს დაზღვის TV-ს ლიზინგის რეკლამა არ არის პრობლემა ნუ ასამას მოძრაობს ახლა ტელევიზორი წარმოგიდგე უკიდურეს მასალას გამარია საუნცებ შეიძლება მოძრაო და მომაჭდეს რაღაც 200-ით ხო მაგრამ აი ზოგს აქვს ხა იმის შეგნება რომ აი ეს Mercedes გადავიდა ზონში იმიტომ რომ გადმოვიდა ისე გადმოვიდა ის წინა გაატარა და ალბათ მე ვეცოდე მოხდა ჩვენამდე ჩავდი აი რა ასოციალიზონა და ატომის გავიწევ ეხლა რა დამეგონოზერია Das nur აფრიხდება ისე ისე აღწერეს მანქანას არული. ის აწავიდა არა უშუალოდ ასოციაციაში გადადიხარ და წავიდე 120. თორე დაგვდება მარჯვენა მხარეს. Das ist Deutschland. დააყოლე რა. ჯიგარი კამერა გადაგირებს ფოტოს და უნდა გადაიხადოთ ძალიან ბევრი ფოტო. და ჩვენ არ გვაქვს მარტის მოწმობა.
ყოველ შემთხვევაში თვეში არა, ერთხელ მეც რა სამს. მაინტერესებს, არა, ერთი წამი ეს თემა მართლა ძალიან მაინტერესებს რა. ანუ ვამბობთ რომ გერმანელები ყველაფერს დაკვირვებით, სიზუსტით, გათვლებით, ლოგიკი ყველაფერი დაკეთებენ და რა ლოგიკით ერთი წამი არა მოიცა, რა ლოგიკით აკეთებენ თუ შე როგორც ამბობ ეგრეა, იქ კამერა არ იქნება, რა ლოგიკით აკეთებენ რომ ულიმიტო ზონიდან სადაც 200 სიარულის უფლება გაქვს, შენ 120-ში რომ შემოდიხარ ეგრევე კამერა არ არსებობს. აბსურდია. მომისმინე შენ 120-იან ზონაში რომ შედიხარ უნდა შეხვიდე 120-ში პირველი ეგ მეორე მომენტი 300 არა გონილა. 300 და მომისმინე შენ ავტობანზე გაკ ულიმიტო ზონა მაგრამ შენ გეონება ქვეყანა გეონება ეს სახელმწიფო 130 არის რეკომენდებული სიჩქარე ულიმიტო ზონაში შეგიძლია შენ 130 წიო შენ 300-ით რომ მიდიხარ და 400-ით რომ მიდიხარ ეს შენი პრობლემაა შენ უნდა დაიცვა ის რომ 120-იან ზონაში შეხვიდე 120 120-იანი ზონა რო არის რა ვიცი მე წინასწარ შენი პრობლემაა უნდა იცოდე მაშინ 400-ით რომ მიდიხარ ულიმიტო არავინ არ გეუბნება რომ 400-ით უნდა იარო შენ გეუბნებიან რომ ულიმიტოა შეგიძლია წახვიდე რა შეხარითაც გინდა იმიტომ რომ კანონები ამ შემთხვევაში აღარ მოხდებს ის საგზაურების შეგიძლია წახვიდე შენი სიხარით რა სიხარითაც გინდა მაგრამ შენ რეკომენდირებული სიხარი გაქვს 130 არა ვიარე 130 დაინახავ 120-იან ზონას ოდნავ დამოხრჩებ ახლა მოვიწვი ერთი წამი ხო და ეგ დამოხრჩება როდის ხდება ნახე მე რომ დამოხრჩება უნდა მოხდეს იქამდე სანამ ზონაში შედიხარ 50-იან ზონაში რომ შედიხარ შენ 100-ით ხომიდიხარ და გადადიხარ 50-იან ზონაში ხო გერმანელი მაგას უეჭველი გაკლის ერთი წამი დავი კამერების ფაქტი ერთი წამი დავი ვიდი 100-დან 50-იან შედი 100-დან 50-იანში შედიხარ და 50-იან ზონაში უკვე 50-ით უნდა იყო 300-ით მოვივარ და 120-იანის ნიშნი 300 არა 130-ით უნდა იარო წესით რატომ მე მინდა რომ 300-ით ვიარო მაგას არ მიშ მოდიხარ 300-ით დაინახე შორიდან 120-იანი ნიშანი უნდა 300-ით რომ მოდიხარ შორიდან ახმა ანუ ის შორი ძალიან მალე მოდის 300-ით რომ მოდიხარ და შე რო იქ რო დაინახავ და უკვე 40 მოხუში დაიწყო 300-დან 120-იანი რო დაინახე ხო დაიმტრებ 100-იან ზონაში მიდიხარ და უცებ შედიხარ 50-იანში შენ რა გონია 100-დან წამიერად 50-ში რო ჩამოხვალ 50-იანი ზონა უკვე მე დავინახე შორიდან და იმას შეგვიძლია ვამოხრუჭებ რომ შევიდე 50-ით 50-იან ზონაში ხო და აი ზუსტად მაგას გეუნები ნახე ნიშანი იქ დიაგას სადაც რადარი დგას შენ გაგონებრული ანუ გონებრული შენელების ნიშანის უკან ზუსტად გერმანიის ძალიან დიდი ხანია დავდივარ ეხლა მანქანით დავაკვირდი ესეთ რაღაცას რა მანქანით ეხლა ვიც მოძრაობს რა ულიმიტო მონაბოდებს ეხლა ხო ულიმიტო ზრდა წავედი ხოლოს კი არავინ კვეთ მუქურს არ არტყავს როცა შედიან 120 ზონაში ულიმიტო ყველა აგზილებს სიამოვნებას და მე იმიტომ რომ უბრალოდ სიტუაციას გქონია ერთი წამი ნიშა საიდან ხედავ ხო აი წინა ნიშა საიდან ხედავ შორიდან ხო ანუ შენ ხვდები უკვე რა ნიშანია ის გადასრება საფრთხის საგზაურო საიდან ტიგუას დაუყვები ეხლა ხომ მივიდივარ 180 და 200 დაახლოებით და 120 ზონაში და მაინტერესებს როგორ ვიცი ბიჭო ამას შეიძლება რადარის აპლიკაცია ან დღეს გაიარა უკვე 20 ჯერ ან ამ კვირაში 30 ჯერ ეს ხსა და იცის რომ რადარი არაა და შეიძლება გადააცილოს მაგრამ ეს რა შუაშია იმას აზერბაიჯანის ვალე რა ვიცი შენ რადარის აპლიკაცია და ყველა 30 ჯერ გადა მე რაც წესია იმას გიხსნი ო არა მოჭრა ეს ვაფშე არ მოჭრა არა ისე ხო და პროსტა იმოუსმინო რა გქონდა კარგით მოდით მე ვიქნები ის მანდილოსანი რომელიც ერთ მანდილს ჩაგებს ერთი მანდილი არ მაქვს თეთრიზე დამაცვია ხელი ჩა აი ნორმალიზა რომ გავიდეთ სოფებში და ნახოთ 50-იანი ზონის უკან ეგრევე გქრას ხო მეუნებოდი კიდო კაი კამერამ ჩაიწერა ხო არის კამერაში კი მივიდეთ ხო ვერ მეთქვი რომ არ მithავს არა ეგრევე წავიდეთ მივიდეთ ნახოთ ერთი წამი მე ხო არ მithავს ზე ასოციაციაში შევიდა 200-დან და ეგრევე. როდესაც მოდიხარ 300-ით. უნდა წამოსულიყავი 100 და 100. არა, ერთი წამი. ჩემი უფლება ხო არის შემიძლია 300-ით ვიარო.
всё, ანუ შენ თუ მეუფლებას მოძლევ, თუ დაიცავ წესებს. არა, მომისმენ. თუ შეხვალ შენ ასოციან ზონაში არა, აი კაკრა შენ თვითონ თქვი, გერმანელები ევროპა საერთოდ ადამიანის ნებაზე არ ტოვებენ არაფერს, ანუ ყველაფერს კარნახობენ როგორ უნდა გააკეთო. შენი ნებით არ გაძლევენ უფლებას და რომ რაღაცა გააკეთო და ეხა მომისმენ არანაირად. და ეხა მომისმენ შენ გინდა მითხრა რომ შენ ნებაზე წყდება 300 სიარული რომ ისე რომ მე ასოციაციით შეხვიდე, მაგის უფლებას არავინ არ მოგცემს რომ შენ სავარიო სიტუაცია შექმნა, რომ 300-ით რომ მოდიხარ უცებ რესკი ტორმოზი და ასოციაციით შეხვიდე სადღაც და უკან მომავალ ტიპებს საფრთხე შეუქმნა. თან მით უმეტეს ვიღაცამ რომ შეიძლება არ იცოდეს რომ იცი ასოციაციის ზონა და ვერ ხედავდეს, იმიტომ რომ მანქანები დაძრავენ. დისტანცია კი არა, 300-ით რომ მოდიხარ რა დისტანციაზე ბიჭო ლაპარაკი. 300-ით რომ მოდიხარ რა დისტანციაზე ლაპარაკი. გეკითხები. აი ეს რომ მიდიხარ ამ. აი ეს ახლა ნორმალური დისტანცია შემოვიდა. ნორმალური არა, გეკითხები მეტრს. ერთი წამი ძალიან მაინტერესებს რა, ეგ მეტრები და ისინი რო იცი ზეპირად. შენ ახლა ეგ რომ მიდიხარ, ხო, ანუ რა მნიშვნელობა აქვს რომ მეუბნები დაწერილ კანონს რომ მეუბნები. აი ახლა ამას რომ მიხვები თვალით მიზომა, რა ზომა არის? აი ახლა შენ რომ მეუბნები რომ მაგალითად 5 მეტრიანი დისტანცია რომ უნდა მაგალითისთვის 5 მეტრიანი დისტანცია რომ უნდა მქონდეს. მაგალითად თქო, აი 20 მეტრიანი. 50 მეტრიანი დისტანცია. შენ თვალით მიზომა 50 მეტრი რო არის? არა ზომა ბიჭო არ გამაგიჟო. თვალით უნდა გაზომო. ამას თვალით 50 მეტრი არ გადაუზო. გიდი დააჭერ მანქანა. 50 ზუსტად ვერ გავაზომა, აი დაახლოებით 60-ს ვერ გაზომავს. აი 50-დან 60-მდე ვერ, აი 40-დან 60-მდე რო თქვა რომ აი ფასადე რო 50-იო მაგასაც ჩავთვლი, მაგრამ მაგას ვერ გაზომავ. ეხლა რო ვუყურებ მანქანებს, ხო? ძალიან სწორი დისტანციებით მოძრაობენ რა, ჩქარი ზოლი როცა იყო. და კიდე რა იციან, იცი ნახე, მე რო ამ ზოლში ვარ და მინდა გადასვლა იქეთ და მზნობს რომ გადასვლა მინდა, იმიტომ რომ ჩემს წინ მანქანა მიდის. ცოტას ანელებს ტიპი. მელოდება რომ ის გადავალ. მე ხო შემიძლია რომ მე ვალდებული ვარ რომ დაუთმო მან გაიაროს და მე გადავიდე. მაგრამ რო ხდებიან ისეთ მომენტს რომ მე სწრაფად უახლოვდები რაღაცას, ხედავენ და მაგას აფიქსირებენ და ანელებენ რომ მე გადასვლა შევძლო. საქართველოს ეგეთი რამე არ ხდება. ანუ აქ ზუსტად კოლეგიალურები და ერთმანეთს აფიქრობს ხალხის არქეში სიგურებიან და სწორად მოძრაობენ ძალიან რა. ეგ არის ძალიან მაგარი. ან თუნდაც კიდე ესეთი მაგალითიც ბევრი მქონია რომ ნახე ვიღაც ტიპი არის მიდის შუა ზოლში. მარჯვენა ზოლი თავისუფალი აქვს. ხო. და ჩვენ ორი მანქანა პარალელურად ესე ერთნაირი დიდი სიჩქარით მოდივართ. ერთი მარცხენა ზოლშია, მეორე ისევ ამ შუა ზოლში. ის რომ ხედავს უკრიდან უახლოვდება ვიღაცა ჩქარა, გადადის ეგრევე მარჯვენა პარკეს არ იხედებიან. და გიწევს მე მარჯვენა გასწრება რა და რავი, ანა მეჭმება ხოლმე მაგაზე რომ მარჯვენა რატო ასწრებ მანქანებს. მე როგორ მოძრაობ ისი და ჯერ ვაფშე არც ვაწუხებ რა. ვიღაცა თუ პირველ ზოლში მიდის ასოციან ზონაში 80-ით. არც ვაწუხებ რა, განმოდივარ მარჯვნივ, აქედან უკეთებ გასწრებას და ისევ ვაგრძელებ სერვისს. ანუ არც ვაწუხებ ტიპს რა. ფარები რა გადავა. ხო, ფარებს აუნთებ არ გადავა, მიაჯდები, დატორმოზება გიწევს, მანქანასაც შვითავ უბრალოდ არაფრის გამო საწვავს მეწვავ, ნერვებს იშლი, რომ არ გადადის ტიპი, მე სიგნალზე გადადიხარ გინებაზე რაღაცა, მე გაიგუდებ გადავა. ანუ ეგ ყველაფერი რომ ავირიდო თავიდან, ჩართებ უბრალოდ მახსოვს გადავალ მერტში და გავაგდებ სიარულს. ყოფილა შემთხვევები რომ ამინთია შორიდან ფარები არ მინდოდა რომ სიჩქარე დამეგდო, მაგრამ არ გადასულა ტიპი, როგად მოსულა რაკეთ მერე დაუწყე გადასვლა და უარესი საუბრების სიტუაცია შექმნა. ამიტომ აღარც ვაფრთხილებ ტიპებს, ისე მივდივარ პირდაპირ რა. ეგეთი ლოგიკა მაქვს მე, შეიძლება ცდარია და არ არის სწორი, თუმცა ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, ესე უფრო მეკ. არა, ის ხალხს ეს რჩევა რომ მარჯვენიდან გაასვლა. არა, ხო, აი რჩევა რა თქმა უნდა, მაგრამ რჩევას არ ვაძლევ, რაც ისულელია, მე ამ საუბრით იმის თქვა მინდა უბრალოდ რომ როცა თავისუფალია მარჯვენა და ზოლები შეგიძლია პრობლემოდ იმოძრაოთ რა. ან თუ მოძრაობთ მარცხენა ზოლში არ ვიცით რას აკეთებთ. ყურადღებით იყავით სარკეებში, იმიტომ რომ შეიძლება თქვენზე ჩქარა მოძრაობდეს ავტომობილი და ეცადოთ რომ გაადაროთ. ეგ არის და მე გახსოვს რომ მეშვებოდა რა მეშვებოდა სულ შეიშოს რომ მაძლევდა რომ საქართველოში ბანზე ვანაოს მარცხენა ზოლში დადისო. ზუსტად მაგითო გადავდივარ ჩემო კარგო. იმიტომ რომ მარჯვენა ზოლში საქართველოში ბანზე სადაც 100-ი არის დაშოქოდა რეალურად 100-ით შეგიძლია იმოძრაო 60-ით არ დადიან, ანუ რეგიონების ბანზე 50-ით მოძრაობენ ტიპები ეხა და შენელდი გადმოდი, ანუ მივდივარ მარცხენა ზოლში 124-ზე მაქვს დაყენებული სულ ავტოპილოტი, მივდივარ მარცხენა ზოლში, ვინმეს რომ უნდა სარკეებს ვაკონტროლებ მე სულ, აი შანსი არა რომ მე სარკე გავკონტროლებ დამრჩეს, სულ აკონტროლებ, მომიახლოვდება შორიდან მანქანას ვხედავთ რომ სიჩქარით მოდის, გადავდივარ ვატარებ გადმოვდივარ. იმიტომ რომ ანუ მაშინ ნერვები დამაწყდება. კი, მაგას ვამბობ, მეც ნერვები ვარ, ამ შემდგომ მაგითო გზები
ესე იგი, სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინეთ, რომ რალი ტარდება ნურბურგრინგთან ახლოს და დობიდან დობამდე ეხლა რალის მანქანები მიდიან სავარაუდოდ ლოკაციებზე და გავუყოლეთ რამდენიმეს, რომ ნახოთ სად მიდიან, იქიდანაც მოდიან. ხედავთ კადრში მედია. ჩემი ოცნების ესკორტი არის ის ძველი ძალიან მომწონს რა. აი ევოათი მოდის იქიდან. მოკლედ აკაურო არის 60 ავტომობილისთვის რა. რა და გასვამენ აქ პორშეს და რაღაცა. რალის რაღაცა მოარ ვარშე. აუ კლასიკური პორშე რა ლამაზია. აუ რა ხმაკმონდა. აი მაგის გაზოობა სად ნახო? მოკლედ რალი აღმოვაჩინეთ? შემთხვევით. ნურბურგრინგთან დაახლოებით 3 კილომეტრი ვართ, ან ძალიან ახლოს ვართ და სრულიად შემთხვევით თავარი გზის გვერდით უცებ გაიარა აგრესიულად რაღაც მანქანა და შემნიშნა რომ იყო დუგებში და ამიტომ მაგით მივხვდით რომ სადღაც რალი ტარდებოდა. ბევრი ვიარეთ თუ ცოტა ვიარეთ, როგორც აღმოვაჩინეთ, აი ამ პატარა სოფელში ადგილი არ მახსოვს სამზოხარო დაქვია, ტარდება რალი. ნახეთ რა ლამაზი ადგილი არის, ეს სრულიად ბანის გარშემო, სოფლის გარშემო და ეს არის თან ერთი მონაკვეთი, ანუ ასეთი ძალიან ბევრია. რა აქაც კაი მონაკვეთია, აი 90 ასე თუ გაერია მოსახვევი ამ ხალხში გამოივლის მანქანა ეგრე. 90 გრადუსი მოსახვევი ჩამოწევს. ეს ის მანქანაა, სხვადასხვა ფიას თამაშებზე რო იყვნენ ქართული ეკიპაჟები. ეგ არის ანტილაგის. ახლა არ წუხდებიან გერმანელები? ან ირმები? ხო. აი 90 გრადუსი ხარ. არა, მაგრამ და აქ არის მე მგონი რაღაც ტრამპლინივით, ნახე. აი, იქ მივიდეთ რა, წამო რა. ძალიან საინტერესო ადგილზე მოვედით. საკმაოდ ბიუჯეტური კლასია, როგორც ჩანს, იმიტომ რომ ეხა ეს ავტომობილი სადაც იშვიათია, მაგრამ წეგან იყო 2 წელი 30, რომელიც საკმაოდ ბიუჯეტურად იყო მომზადებული. ეს რა მანქანაა? სავარაუდოდ რაღაც იტალიური არის, არ ვიცი, მოდელი სამწუხაროდ 4 კარგანი იყო თან, მაგრამ ძალიან პატარა ზომის იყო. ხო, რასაც დავაკვირდი, კარგასები აქვს ბევრად უფრო ნაკლები სისქის, ვიდრე ფია სტანდარტები არის და რამდენიმეზე დავინახე რომ ჭანჭიკებით იყო გადაბული კარგასი ერთმანეთთან, ანუ გაცილებით ესე ვთქვათ იაფი კლასი არის, სავარაუდოდ, რადგან მანქანების მომზადებაც არ არის მანდ-მაინც მაღალ დონეზე. დაკიდების სისტემები ძირითადად ქარხნული აქვს. კარგასიც, ну, ასე თუ ისე იაფიანი ვარიანტია, როგორც ჩანს და ეკიპირება, რა თქმა უნდა, პილოტის და კოპილოტის დაცულია მაქსიმალურად, მაგრამ საბოლოო ჯამში როგორც ხვდები, საკმაოდ იაფიანი რალის სახეობა, რომელიც საკმაოდ ბიუჯეტურად შეგიძლია მონაწილეობის მიღება, ძალიან დაბალ თანხებში აწყო ესეთი ავტომობილი. ვფიქრობ, რომ ასეთი ავტომობილის აწყობა დაახლოებით 10000 ევრომდე დაჯდება. და რომ შეიძინო რამდენიმე ეტაპიდან სერიალები ავტომობილი, შეიძლება 5-6000 ევროდაც კი იყიდო. უბრალოდ რა არის საჭირო იმისთვის, რომ აქ მიიღო მონაწილეობა, ეგ დეტალები საინტერესოა, გავარკვევს აღამოს. ისე რა მაგარი იქნება, ანუ არა, იქნება ჩემი კოპილოტი. და გერმანიაში რო ვიაროთ რალის რამდენიმე ეტაპი. იმიტომ რომ ეს ის სახეობა, რომელიც ალბათ ყველა ავტომოყვარულისთვის საუკეთესო ავტოსპორტის სახეობაა რა. რაც არ უნდა ვისაუბროთ დრიფტზე და წრიგულ ბოლაზე, მაინც ყველას ეს მოსწონს ჩემი აზრით. და მათ შორის მეც დრიფტსაც რა თქმა უნდა მივშენია ეს სახეობა და თუნდაც 1.8 ES-იანი კომპაქტიდან 26 ექსპედიციის სიამოვნებით ვივლიდი. და აი გოლფი ამოფრინდა. რა თქმა უნდა, თავისი რეგლამენტი ექნება მანქანების მომზადების წესები შესაბამისი იარსებებს, რა მოდიფიკაციები არის შესაძლებელი რომ დააკაროთ ავტომობილზე. ბევრი რამე სავარაუდოდ შეზღუდული იქნება, მაგრამ როგორც ხვდები, აქაც კი ეხა სხვადასხვა კლასის ავტომობილები დგას. იმიტომ რომ ეს Peugeot და ეს Fiesta საკმაოდ კარგად არის მომზადებული, რასაც ვერ ვიტყვით კომპაქტზე, რომელიც ქარხნულ დაკიდებაზე აქვს, ქარხნულ დისკებზე დგას. და ხოლოდ მე მგონი უსაფრთხოების კარკასი აქვს და ну, შეიძლება საინტერესოა, მაგრამ ძრავი 4 ცილინდრიანი უნდა იყოს სავარაუდოდ, რადგან ძლიერი მანქანა საერთოდ არ მინახავს ეხლა რასაც მოვედით და ვაკვირდებით. აი ხა მივხვდები ხმაზე დაიძრას. სავარაუდოდ ES-ია. 1.8 ES. აგრესიული რას პედალი უყენია, იმიტომ რომ არასტაბილურად მუშაობს.
დავალ ბრუნზე. მაგრამ კი, როგორც გითხარით, დაკიდების სისტემა ქარხული აქვს, აი აქედან ჩანს ამორტიზატორი და საკმაოდ ბიუჯეტური მანქანაა. ეხლა დარწმუნებული ვარ ამის ყიდვა საკმაოდ იაფად არის შესაძლებელი აქ. ხო, კიდე ერთი მნიშვნელოვანი დეტალი ის არის, რომ ყველა ავტომობილს უღებია ნომრები. ანუ ეს ავტომობილები არის 8 ადგილიანი, ანუ გზაზეც უნდა მოძრაობდეს შეულებრივად, მაგრამ დიქტატორებისთვის ალბათ შესაბამისი კანონები ექნებათ აქ, რადგან ესეთი მანქანებით უწევთ მოძრაობა ქუჩაში. გზაზეც რომ მოვდიოდით, სანამ აქ მოვიდოდით, რამდენიმე რალის ავტომობილი ნახავდით კადრებს, მიდიოდა ჩვენს წინ. შესაბამისად, როდესაც იცვლიან ლოკაციებს, ანუ დობიდან დობამდე რომ მიდიან, ქალაქში უწევთ მოძრაობა. მოკლედ სიამოვნებით ვიღებდი მონაწილეობას რალის ამ სახეობაში. იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ეს სახეობა. და მოვიძიებ ინფორმაციას და არ არის გამორიცხული რომ მართლა რამე მოვიფიქროთ. სამწუხაროდ საქართველოში არ დარდება მსგავსი ტიპის შეძიბრებები და ძალიან დასაწყებია, რასაც უყურებს საკმაოდ ბიუჯეტურად არის ავტომობილები მომზადებული და რა ვიცი. უნდა იყოს რა, საქართველოს მსგავსი რა კარგი იქნებოდა.